დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, ვფიქრობ, საინტერესო სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ისტორიკოსი, პროფესორი ბატონი თიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო თიტო. დიდი პატივისცემით მოგესალმებით, მიულოცავ სეზონის შემოქმედებით კოლექტივს პირადად თქვენ შობა ახალწელს და სრულიად საქართველოს ჩვენ სამშობლოს ჩვენს ძვირფას ქვეყანას მინდა მიულოცო ასევე შობა ახალი წელი და უსულო ბედნიერება, გაერთიანება, ხვავი, ბარაკა და დოვლათი და სიყვარული და სიცოცხლე. გაიხარეთ, თქვენს გილოცავთ და მე მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ აი რითაც მე დავიწყე საუბარი გიორგი გახარიას თემით. თქვენც არაერთხელ გითქვიათ ამის შესახებ, რომ მე ხშირად მას მხარს უჭერდი და შემდგომ როგორც კი ამან წაიყვანა საქმე, ეხლა კი ვნანოფო და მეც ასე ვაქვს. მეც ხშირად გამომითქვია პოზიცია მისი მიმართ ძალიან ისეთი პოზიტიური და შემდგომ ისე წავიდა პროცესები, რომ მართლაც აი ზოგჯერ სანანებლად გამიხდა ეს ყველაფერი მის მიმართ ნაქესაკების სიტყვების ხმარება. აი რა სიტყოდით, აი გუშინდელ ფაქტზე რაც ვიხილეთ ჩვენ და აი ამ რეაქციაზე მოსახლეობის მართლაც აი ცოტა გამაოგნებელი იყო ეს ყველაფერი. ესე იგი ბატონო ნიკოლოზი, მე არ ვიცი, აი გაოგნებული ვარ რა პირდაპირ. ეს გახარია კაცო. ჯერ მარჯვენა მაქვს მე მოსაჭრელი, რომ ესე იგი ამ გარეწარს და ამ კახპას სრული მე აი პირდაპირ გავაცხადებ, რომ აი ამ გარეწარსა და კახპას ხან ვადარებდი დავით აღმაშენებელს და ხან ვადარებდი ზვიად გამსახურდიას და ეს უკანასკნელი ჩმორიკივით, ესე იგი წაქცეული, აი ვაგზლის ბომჟები რო არიან გაგორებული ტალახში, აი ეს სამარცხვინო ბურატინო რა, ბურატინო იყო პინოქიო, კეთილი გმირი იყო, ესე იგი ეს სამარცხვინო ბურატინო ტალახში რა, ეს სამარცხვინო კაცი. ეს სამარცხვინო კაცი. ესე იგი ესე იგი აი deep state-ის აგენტიც არ არის. ეს არის ხუხაშვილის აგენტი. ესე იგი მეტი რაღა უნდა მოხდეს. მეტი რაღაცა უნდა დაგემართოს კაცს, რომ კაცი რო იქნები ხუხაშვილის აგენტი. ესე იგი, ახლა ხუხაშვილი ვისი აგენტია, ეს გასაგებია ახლა, მაგრამ აი ხუხაშვილმა მიაჩვია ეს ბიძინა ივანიშვილთან, ეს სამარცხვინო კაცი, ეს გარეწარი, მაგრამ რა თქინდა ახლა ის ბიბლიური სიბრძნე, სწორედაც რომ გახარიას შემთხვევაში გაცხადდა რო იტყვიან რომ აი ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო. თქვენი თქმის არ იყოს. ესე იგი ჯერ იყო და ომბუდსმენად, ესე იგი დანიშნეს შემდეგ რაღაცა ეკონომიკის მინისტრიც იყო თუ არ ვცდები, მერე შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს, მერე პრემიერ-მინისტრი გახდა. ესე იგი თურმე ვინ ყოლია ხელისუფლებაში, თურმე ვინ ყოფილა საქართველოს პირველი კაცი. მე იცით რა არის, აი კი არ შემეცოდა ესე იგი ეს ყველაფერი აი ჩვენი გარემოცველი სამყაროს შემზიზღდა რაღაცნაირად, რომ ეს მოსიარულე გვამი, ეს ცოცხალი ლეში როგორ მოხდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელში მოკალათდა. ეს სამარცხვინო, ეს მართლა არ ვიცი ეხლა დღეს დავწერე, რომ არ ვიცი ეს დიტო სამხარაძე მე მგონი UFC-ს კამარს მიანიჭებენ ეხლა მაგას, ჩემპიონი გახდა, მაგრამ ნუ ყველაფრიდან ჩანს და ყველაფერი კარგად ჩანს იმ კადრებში, რომ როგორ გამოიწვია ამან პროვოცირება, რომ მიაყენა შეურაცხყოფა, კაც ესროლა ჭიქა სახეში და მერე ადგა ის კაცი და გაიფინა წიხქვეშ რა და აი იატაკის ტილოსავით, ჩვარივით ეგდო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ დააგწყევლა ქართველები, ესე იგი ერთი პრეზიდენტი იყო და ეს სამარცხვინო ეს სულელი მიშა აგვისტოს ომის დროს გორში მიწაზე მუცლით იფორთხა და ესე იგი ჩვარივით არის იატაკზე გაკრული. აი მე არ ვიცი ეს ალბათ შევა ანთოლოგიაში თუ რაიმე იქნება ესეთი სოფლიოში შეიქმნება რაღაცა წიგნი, რომ როგორი ადამიანები არ უნდა მოეთმნენ ქვეყნის ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ რაც მას გაემართა ამის შემდეგ თავმოყარი ადამიანი პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს და თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს სიცოცხლე, მაგრამ გახარიას ვინ მისცა მაგის ვაჟკაცობა,
მაგას ეხლა პისტოლეტი რომ ისე ხელში თავი მოიკალიო, საფეთქლის ნაცვლად სხვაგან დაიხლის ტყვიას. ხო და ამიტომ ასე რომ ჩვენ გვაქვს საქმე უზნეო ადამიანებთან, ჩვენ გვაქვს საქმე LGBT მძორთან, LGBT ნახირთან, აი ეს ხალხი ვინც ახლა რუსთაველზე დგას, ეს ხო ის ხალხია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა, გახარიას უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა და დღეს ნიკა მელია და კოლექტიური ნიკა მელიები გამოდიან და ამბობენ რომ მეო სალომე ზურაბიშვილი მიყვარსო. თუ ახლა აი რა ფაქტანა გვაქვს ჩვენ, რა მორალთანა გვაქვს ჩვენ საქმე, ჩვენ ყველა ხვდებით ამას, ხო? ხო და აი ამ ტიპის ადამიანებთან, აი ამ ტიპის ადამიანების შემყურე საქართველო კიდევ კარგად არის გადარჩენილი და კიდევ კარგად დგას ფერს. არა, ნათია მეზრიშვილი იყო ძალიან აღშფოთებული, რომელიც ბაკურიანში ესე იგი ბაკურიანში ნახეს ვიღაცა მამაკაცთან ერთად გამოიჭირა პოსტივიმ და იქ ესე იგი როცა აქციები მზვინვარებდა ეს ქალბატონი ისვენებდა და მეო არ შეგარჩენთო ჩემი უფროსის აი ამ გალახვასო და არ ვიცი ხლა რაღაცა საიდუმლო იარაღი აქვს ეთყობა მას და რა ვიცი ნათია მეზრიშვილი კიდე კაი ბაბუცა პატარაიასთან ერთად არ გამოიჭირეს ხო ხო აი ეგ არის უბრალოდ ტრაგედია ეს ასაცილო კი არა სატირალი არის ბატონო ნიკოლოზ ესე იგი ქალი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ესე იგი LGBT აქტივისტი ბაბუცა პატარაია არის მაგის ძმაკაცი თუ დაქალი ახ ვერ გავიგე ახ ეგეთი რას ქესის წარმომადგენლები არიან მაგას ესე იგი მე არ ვიცი ახლა ამას სპეციალური კვლევა ჭირდება ალბათ ვინ არიან ეს ხალხი ესე იგი ქალი რომელიც იყო თუ კაცი რა ვიცი ახლა მე ხან კაცი მგონია მაგალითად რო გამოვა პიჯაკს რო ჩაიცმევს ნათია მეზრიშვილი ხან მგონია კაცი მაგრამ ნუ ჩავთვალო თუ არის ქალი კარგი ჰიპოთეტური კალი. ანუ ნათელა. დღეს ხართაშორის გელაზე დელაშვილმა დაწერა მაგრად რომ ნათელა აბობოქრდაო რა. აი ხათა ხო აი ნუ არ ვიცი აი გაუგავ თის რისხვა ტრიალებს ჩვენს თავს რა გეუბნები. ესე იგი ქალი თუ კაცი ნუ რა ამიშენობა ქალკაცი რა მოდი ასე ვთქვა. ქალკაცი ნათელა მეზრიშვილი რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე რომელიც მერე იყო შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას მოადგილე ესე იგი ახლა ეს კაცი გამოდის კაცო ეს ბერდია სიჭინავარო არის ადრე რომ ისა მიცვალებულების სიას რო კითხულობდა კოვიდ პანდემიის დროს ეხლა მოიშვა წვერი მოუშვია და ეხლა მსოფლიო პოლიტიკას არჩევს რა ხო და მე არ ვიცი ეხლა მე მაგალითად ნათელასაც და აი ამ ბერდიასაც ურჩევ რომ გახარია გამოაცხადონ მიცვალებულად ან ურჩიონ რომ მოიკლას თავი და წავიდეს აი ისედაც კვტარი არის ხო შეიძლება რომ რაღაცა კაცი იდეა შეეწიროს არა მაგალითად რაღაცა მაინც დალიოს კუჭი მაინც აეშალოს 1:15 წუთი თუ თავს არ მოიკლავს ხო მაგრამ მეტი არა ჩემტერი ჩვენ ხო უნამუსო ხალხთან გვაქვს საქმე ესე იგი მამამისი დადიოდა ზაური კახარია რედაქციაში და რა ვქნაო კაცო აიო მოსკოვიდანო იქნებაო რაღაცაო სამსახური უშოვონო რომ ჯიბის პოლი მაინც კონდესო ეს მათხოვარი ჩამოიყვანეს და პრემიერ-მინისტრი გახადეს ჯიბის პოლი კი არა პრემიერ-მინისტრი გახადეს მაგრამ აი გამოქვაბულიდან იმ LGBT გამოქვაბულიდან იმ ესე იგი აგენტურული გამოქვაბულიდან ადამიანის გამოწვევა ძალიან ძნელია და მოგეხსენებათ აი ბრუნდება ის ყოველთვის მკვლელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში თქვენ იურისტი ბრძანდებით მოგეხსენებათ რომ ცნობილი თეორიის თანახმად ლომბროზოს ცნობილი თეორიის თანახმად მკვლელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ საიდუმლო ვითარებაში უბრუნდება და ნახულობს მკვლელობის ადგილს დანაშაულის ჩადენის ადგილს და ეს გახარია ვინც იყო და რაც იყო დაუბრუნდა იმ მდგომარეობას იყო ჩვარი და ჩვენ ვნახეთ ბათუმის შერატონში ძირს დაგდებული ჩვარი რომელიც სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ქართველების სამარცხვინოდ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ბიზნეს ომბუდსმენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი თუ გახსოვთ
თქვენ თუ გახსოვთ, აი კომუნისტების დროს ესეთი ავტობუსები რო დადიოდა, გადამული რო იყო და შეარქვეს მას მიშარაია მოდისო რა ეს გორბაჩოვი და რაისა მაქსიმოვნა რო გორბაჩოვი სადაც მიდიოდა დაყვებოდა მისი ცოლი და მიშარაია დაარქვეს და ეხლა რატო გავიხსენე ეს პასაჟი მამ მოწერელიასთან ერთად პადრუჩკი დადიოდა ყველგან და როგორ მიატოვა ეხლა მას ამ მოწერელიამ ეს ძნელბედობის ჟამს რაღაცა არ ჩანს ეს რაღაცა სლატკაე პარაჩკა ტვიქსივით იყო ესენი და სად არის ეხლა ესე როგორ უფროსი დაივიწყა ნეტა თუ რა ხდება მოწერელიას და გახარიას მოწერილია მთელი მე მგონია და იმითო დადიან ერთად ეხლა აღარა ჯანდაბა მაგათ თავს და ტანს რაც სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ნიკოლოს რას გაუგებ მაგათ ამბავს რაც გაიგებ ასე უქნია ხუხაშვილი არა რაღაცა არაჩას აღარაჩას ეს მოწერელია და სად არის ასე უქნია ხუხაშვილი ცოლად მოუყვანია გახარიას ან გაყოლია კიდევაც ეგ მე არ ვიდარდო მაგათ იკითხონ მაგ სამარცხვინოებმა ეგ არის ეხლა მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო ნუ გასაგებია ეხლა ფილიგრანული სიზუსტით მიყავთ საქმე ბოლომდე და მე ეხლა ამ ხელისუფლებაზე სიტყვა არ მომიბრუნდება უგად გამორიცხულია მე ვაქებ ესე იგი პრემიერ-მინისტრი ძალიან სწორად იქცევა პარლამენტის თავმჯდომარე უნიჭიერესი გვყავს რა ვიცი მე სიტყვა არ მომიბრუნდება ამ ახალგაზრდა ბიჭებზე ჩვენ თაობის ბიჭები არიან ესენი და ეხლა მე მაგათ ენის მოჭლეკით ვერ დაუწყებ საუბარს ყავთ კარგი ჭკუის მასწავლებელი და დამრიგებელი და ფილიგრანული სიზუსტით ატარეს ქვეყანა ამ უბედურებაში ბარაკალა ვახტანგ გომელაურს მაგარ კაცს მაგარ ქართველს ხოლო რაც შეეხება ამ LGBT აგენტურას ამ ნაძირალებს ამათი ადგილი ჩვენ ყველა ვიცით სადაც არის და მე მინდა მივმართო ხელისუფლებას გასაგებია რომ ნუ ეხლა ტრამპის ინაუგურაციას არა მარტო საქართველო არამედ მთელი მსოფლიო ელოდება მე ველოდები რომ აი ეს LGBT ხროლი რუსთაველის პროსპექტს 20 თებერვლის მერე ძალიან მალე დატოვებს იმიტომ რომ არ შეიძლება ქალაქი ახლა 300-მა და 400-მა გეი აქტივისტმა გადააკოთოს რო იტყვია ხო რა მაინტერესებს თქვენ ისტორიკოსი ბზანდებით და ეხლა ქალების თემა ახსენეთ მე არ ვიცი აი სოფლიო ისტორია რო ავიღოთ და ეხლა იმ პაპუაშვილმა თქვა ესო ლიტური მოდელი არისო მე არ ვიცი ეხლა ლიტური მოდელია თუ ბაშკირული მოდელია მაგრამ ეგეთი რამე თუ გაგიგია თქვენ რომ გამოდიოდეს ქალები აი ეს მიშველაძე რომელსაც მე გუშინ თქვი და ეხაც ვიმეორებ ეთყობა მისი ქმარი რო ვერ აკმაყოფილებს ორგაზმს ღებულობს იმით რომ ვიღაცას ჩაუფურთხებენ საჭმელში გამოვიდა ქალი და თქვა რომ ჩაუფურთხეთო ადამიანებს გამოვიდა სამადაშვილი გამოვიდა ნანა გეგეჭკორი ერთი ასეთი იმ გიორგი გეგეჭკორის და საპატრულო პოლიციის ეს რა ფენომენია ესეთი რაღაცა რომ ქართველი ქალი გინა კაცი იქ კიდე სხვებმაც აუბეს ხარი ამათ რომ ესე იგი სადამდე მივიდა ქვეყანა სულ რო გეზიზღებოდეს ადამიანი სახალხოდ როგორ უნდა თქვა ეგეთი რაღაცა რომ მართლა ეს ფურთხისგან შექმნილი ადამიანები იმ ბუღაძემ ფურთხებაში დააცვევინა დისერტაცია გვახსოვს ადამიანებს სააკაშვილის პერიოდში აი არ ვიცი სადმე გაგიგია თქვენ სადმე სოფლიო ისტორია პოლიტიკაში რომ ასეთი რაღაცა ესე ღიათ ეთქვათ ვიღაცებს ჩაუფურთხეთ საჭმელში ო არაფერი მე წეღანაც გითხარით იმ ცნობილი თეორიის თანახმად რომ დამნაშავე მკვლელი ცხოვრებაში არაერთხელ უბრუნდება თავის დანაშაულის ადგილს და ესენი უბრუნდებიან იმას საიდანაც დაიწყეს თქვენ სწორად ბრძანეთ რომ აი ეს როცა ეს ულვაში იყო ქართველი კაცის სინდის ნამუსის სიმბოლო და ამ გია ბუღაზეს იმოდენა ულვაშები აქვს რომ გეგონება ნუ ესე იგი ნაძვის ხესავით როგორც ნაძვის ხეს ათამაშოებით ისე უნდა იყოს სინდის ნამუსი დახუნცრული, მაგრამ მსგავსი ესე იგი შეუსაბამობა და მსგავსი ანტიპოდი მეცხოვრებაში, ესე იგი თუ კი ვინმე შეიძლება იყოს, თუ კი ვინმე შეიძლება კონდეს ამოდენა ულვაში და თუ კი ვინმე შეიძლება იყოს სინდის ნამუსისგან აბსოლუტურად გაძარცვული და გარეცხილი, არის ეს კაცი, მე ის მიკვირს ეგ საჭმელს როგორ ჭამს, საერთოდ ეს ულვაშები უკვე ჩამოვიდა და თლიანად პირის აპარატი დაუფარა. ალბათ ეს დაახლოებით ამის კვების რეჟიმთან აი ამ კაცის კვების პროცესი დაახლოებით გავს იმას მისტერ პიტკინის ავადმყოფოში ცნობილი სცენა რო არის რა ულვაში არის დიდი წვერებიანი კაცი რო არის და პირს რო ვერ მოუნახავს რა ეს და წყალს დაალევინებს
ფურთხები დაიწყო ბუღაძემ და მისმა გარყვნილმა ჯოგმა და აი ეს ხალხი ვინც ახლა ამას აკეთებს და ჩადის ესენი არიან ბუღაძის შეიძლება თქვათ მოდით ასე გავაკეთოთ ფიგურალურად ვიტყვი მაგრამ შეიძლება პირდაპირაც გამოვიდეს ესე რომ აი ვინც ითხოვს იმას რომ ქართველ კაცს საჭმელში ჩაუფურთხეთო ისინი არიან გია ბუხაძის ფურთხით ნაკეთები არა ადამიანები აი მეტი რა გითხრათ ახლა ბატონო ნიკოლოზ და აი კაცობრიობის ისტორიაში მე მსგავსი რაღაცა არ მინახავს არ წამიკითხავს არაფერი არ გამიგონია მაგრამ ნახე დოის სპექტაკლი რომ ვიღაცები გამოდიან ბავშვები და რაღაცები ძაღლის ყორე უნდა შევჭამოოდან ახლა ამის მერე ამას რო გადაიძახებს ადამიანი იმის მერე რაღა გიკვირთ თქვენ რომ ახლა ეგეთი რაღაცეები თქვან რა არა ეს ჟურნალისტი გამოდის ეს ეკა მიშველაძე და მიმტანებმა ჩაუფურთხეთო რა ეს ეკა მიშველაძე არ არის არავითარი ჟურნალისტი არც ინგა გრიგოლია არ არის არავითარი ჟურნალისტი ესენი იყვნენ სააკაშვილის სექს ქალები და რომლებიც იყვნენ აი ტრიაპკასავით ეყარენ ძირს მიშას კაბინეტში ან მისას კაბინეტის შესასვლელთან ბატონო თითო გეხვეწებით არ გვინდა ეხა ეს შეურაცხყოფა მე მაინც ვალდებული ვარ იმიტომ რომ მიცით რა არა რა შეურაცხყოფა კაცო თელმა ქვეყანა მიცის გასაგები აი ულვაშებზე რო თქვი თქვენ ეხა ულვაშები დიდი ხანია საზომი არ არის სინდისიერების და პატრიოტების იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ულვაშებიანი ადამიანი ვიცი რომელიც თავისი მთელი ცხოვრებით ემსახურება სოდომიას და სამწუხაროდ ის ჟურნალისტები არიან ეს უწიგნურები ჯუს და ხუს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან რა ჟურნალისტები ვინ არიან ესენი არიან გეუბნებით რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის სექს მუშაკები რომლებსაც კონკრეტულ ტელევიზიებში აი მამაშებს რო ჩამოარიგებენ ხოლმე ისე ჩამოარიგეს რა ჟურნალისტები ისი ჟურნალისტიკა ბატონ ნიკოლოზ რა ჟურნალისტიკაზეა ესენი არიან პირდაპირ გეუბნები ყოველივე ქართულის ყოველივე ეროვნულის თუ რაიმე ჩვენ თვითობა გაგვაჩნია რაზეც დგას ჩვენი სარწმუნოება რაზეც დგას ქართველი კაცის მენტალობა ჩვენი მთელი შინაგანი კონსტიტუცია რითაც მოდიოდნენ ჩვენი წინაპრები რაც მოგვიტანეს ჩვენმა პაპებმა ჩვენმა ბებიებმა ის ტრადიციები აი ეს შობა იქნება ახალი წელი იქნება კალანდა იქნება აღდგომის ცხინვალე დღესასწაული იქნება თუ რაც იქნება ეს მთელი ჩვენი ესე იგი ეს ცხინვალე ლიტერატურა, ჩვენი ლექსი ქართული, ჩვენი სიტყვაკაზმული პროზა, ეს ამათვის არის საზიზღარი. ეს ამათვის არის მიუღებელი, ეს ამათვის არის აუტანელი. ამათვის მთავარი არის LGBT დროშები. ამათვის მთავარი არის ის ჯოგი და ნახირი, რომელიც დაის კიბოს მეტასტაზებით მოედო მთელ მსოფლიოს და ანგრევს, ბილწავს და რკმის სამყაროს, მაგრამ დიდება უფალს და გადავრჩით ჩვენ მაშინ გვენახა ქართველებს ჩვენ მაშინ გვენახა ჩვენ რა დღეში ჩავარდებოდით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპს არ მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ მაშინ გვენახა ჩვენი ქვეყნისგან ბუნდღას არ დატოვებდნენ საქართველოს მაინც გადარჩებოდა საქართველოს ვერავინ ვერ წააღწევს აი წერაყინით და ბარით და ლომით და ძალაყინით რომ მოსდგეს მაგრამ შენ მაშინ გენახა ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით. ხო და ესენი არიან დამთავრებულები ეხლა. აი ჟიჟი ესე იგი ყველაზე საოცარი რა არის ის მართლა ეს დგებუაძე არის უნიკალური ადამიანი. ეგეთი პოლიციელები ჭირდება საქართველოს სახელში სილა გააწდეს. აი ამ ნაძირალა ამაღლობელმა და გამოდიან ესე იგი უსირცხვილოდ და ესე პოლიტპატიმარი არის ხალხი. ეხლა სააკაშვილის დროს ვინმეს რო პოლიციელისთვის სახეში გაეწდა. დედაბუდიანად ხო გაასახლებდნენ საქართველოსთან. ეს ჟიჟილაშვილი ყვიროდა. ძალიან სწორად მიათვრიეს ეს ხალი სადაც მიათვრიეს და შეათვრიეს ძალიან სწორად ეს ხელიდან წა ეს ხალი არ არის საერთოდ რა ეს არის ვიღაცა მუტანტი ხო და ის დგებუაძე უნდა დააწინაურონ და საქართველოს დგას ესეთ ბიჭებზე და ესეთ ახალგაზრდებზე და იმ დგებუაძეს გვარი ხელს უწყობს დგებუაძეები კარგი გვარის ხალხია და აუცილებლად უნდა დააწინაურონ ეს ბიჭი
მე რო ვიყო ვახტანგ გომელაური და მე ამ კაცის ძალიან დიდი პატივისცემელი ვარ, არ ვიცნობ, საერთოდ ცხოვრებაში არ მინახავს, მთელი არ ჩამომირთმევია, მაგრამ მან ფილიგრანული სიზუსტით მართა საპოლიციო ძალების მოქმედებები, აი ამ გეი აგენტურის მძლავრობის პირობებში და მე მიმართა ვახტანგ გომელაურს დიდი პატივისცემით და მოგზაურობით, მინდა მიულოცო შობა ახალი წელი და მინდა მივმართო თხოვნით, რომ თუ ეს ბიჭი თავისი პროფესიული უნარებით გულით და სულით რო იმსახურებს, ეს ცხადია. და ქართველი რო არის ალესილი מחმელია, მაგრამ თუ ეს ბიჭი, ეს ახალგაზრდა გოგუათზე პოლიციელი თავისი პროფესიული უნარებით იმსახურებს დაწინაურებას, აუცილებლად აი ფილმში რო არის უჯიკოს და დააწინაუროს. იმსახურებს, იმიტომ რომ ესეთი ქართველები უნდა დაწინაურდნენ. და აი ეს ნაძირლები, ჩანერგილები, ის LGBT მაფიის წარმომადგენლები უნდა გაიწმინდოს ქართული სახელმწიფო სტრუქტურები, სიპები, აიპები, დეპარტამენტები, სამინისტროები, პარლამენტი, უნივერსიტეტებიდან ესენი უნდა იქნან გაძევებულნი, იმიტომ რომ შეხედეთ თქვენ იმ საპროტესტო აქციას, ვინ დგას იქ? გადაგვარებული ეგრეთ წოდებული სტუდენტები. არა. ეგრეთ წოდებული ილია უნის და ბენდუქიძის უნივერსიტეტის მუტანტები, რომლებიც დემონოლოგიას სწავლობენ, პირჯვას უკუღმა იწერენ, მერე საიდუმლო რაღაცა სატანისტური შეკრებები აქვთ, შავსანთლებს ატრიალებენ, უკუღმა ანთებენ და მოკლედ აქვთ ერთი და თხა ბოგომეთს და მთელ უბედურებებს აი ამ აქციებს ეთაყვანებიან და აი ეს გარეწრები ყავთ გამოყვანილი ქუჩაში და ჯერ ეს ერთი დაუგვირდით ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ახლა სამი შვილის მამა ხართ და მეც ამყავ შვილები, კაცო. და ყველა ჩვენი შვილები, ჩვენ ყველაზე უკეთესები გვინდა რო იყვნენ. გამოდის ახალგაზრდა გოგონა რა სიტყვებით მღერიან, რო ჯერ ახლა იქ სიმღერა ხო გასაგებით, რა სიტყვებით მეტყველებენ, როგორ იგინებიან. ჩო პატრონი არ ახავთ ამათ. და რა ვიცი, ხარანაულმა იმ პოეტმა ესო მომავლის თაობა არისო და შვილები დაწერა ლექსი და მე მაინტერესებს ეგეთი შვილები ყავს ამას ამ ხარანაულს? მე ვაჟა ხარანაულის, მე ბესიკ ხარანაულის პოეზიას პატივს ვცემ, მაგრამ ეხლა მე ამ უსინდისო პოეტს მიმართავ ხარანაულს. ბატონო ბესიკ 92-93 წლებში შევარდნაძის ბანდები რო ქართველ პატრიოტებს ხოცავდნენ და კლავდნენ. მაშინ რატომ არ გაგახსენდა შენ ამ ტიპის ლექსის დაწერა, რომ სად არიან შვილებიო რა? და ვინ არიან? ესენი არიან საქართველოს შვილები და ის გმირი პოლიციელები, რომლებსაც იცით თუ არა თქვენ რომ ერთ-ერთ პოლიციელს, ბატონო ნიკოლოზ, ერთ-ერთ პოლიციას ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ცოლი არ აყავს და შვილი არ აყავს და ვერასოდეს ვერ ეყოლება. ვერც ცოლი და ვერც შვილი, ისეთი დაზიანება მიიღო და ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს. ამ გარეწრების მიერ ნაცროლი აი ამ ეგრეთ წოდებული ხლაპუშკის გამოისოვით. ხო, ის შვილი არ არის თურმე, ის პოლიციელი არ არის. ის თურმე არ არის შვილი. ბესიკ ხარანაულო. ასე იგი, ის ერთი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი რო დაინვალიდდა და ეს კაცისთვის რას ნიშნავს? კაცი უნდა იყო 5%-ით მაინც რო გაიაზრო. რო დარჩა ის კაცი ცოლის გარეშე და შვილი არასოდეს არ ეყოლება, ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე მოარტყეს ამ გარეწრებმა ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ბომბაჩკა თუ რაღაც ჯანდაბა მაგათ თავს დატანს. ის არ არის საქართველოს შვილი და 150-ზე მეტ პოლიციელს რო თავყბავ დალეწილი. აი ამ ქვების როლისგან და რკინის ნაჭრებს და აი რაგატკებიდან, ეგრეთ წოდებული რაგატკებიდან, შურდულებიდან ესროდნენ იმითი, რა ქვია, ფოლადის ბურთულებს. ისინი არ არიან საქართველოს შვილები? შენ გარეწარო შენა? შენ გარეწარო? მამუკა ხაზარაძის ძუძუზე რო გაქვს პირი კბილები დადგმული და მამუკა ხაზარაძე რო გაფინანსებდა თავისი აი ამ სოდომისტური ეგრეთ წოდებული ლიტერატურული პრემიებიდან, პრემია საბადან. არა, საიდან მოდი, მე ისე აი თქვენ ახალ პოლიციელები ახსენეთ, მე მინდა შეგიერთდეთ თქვენ ამ პათოში და მე მინდა მადლობა გადაუთხრა მართლა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს. ხარდაშორი ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ ასევე იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ლილვაშვილს და მე მართალია ცოტა გაბრაზებული ვარ მაგკაცზე მიზესთა გამო. თელმა საქართველოს მიცის ეგ ამბავი, მაგრამ
მაგათ იმუშავეს უმაღლეს დონეზე, კაცო. ეს ჩამოწერები რო გამოდიოდნენ, ეს გარეწრები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. იმას ვინ აკეთებდა, ბატონო ნიკოლოს? იმას აკეთებდნენ ის ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფაშად შედიოდნენ გველების ბუდეში და გამოქონდათ ის ჩანაწერები. თორე ეს ჩანაწერები რო არ ყოფილიყო და რო მათი გეგმები რომ არ გამომზეურებულიყო და მანამდეც კიდე სანამ იმიტომ იყვნენ ესენი გატრონულები. მე თვითონ შინაგანად აი ეჭვის ჭია ყოველთვის მღრღნი და რომ მეთქი რა ხდება მეთქი რომ არჩევნები რო პირც მინდა წააგეს რაზია ლაპარაკი საარჩევნო კამპანიას ესენი არ ატარებდნენ ქალაქში ესენი ვინმეს არ ხვდებოდნენ სოფელში ესენი ვინმეს არ ხვდებოდნენ ეჭვის ჭია მღრღნი და რომ მე მივხვდი რა თქმა უნდა ხა დიდი ანალიზი ამას არ ჭირდებოდა რომ ესენი ემზადებოდნენ დიდი შტორმისთვის. გასაგებ და მე მინდა ის მიწები აკეთებდნენ და მათ გაშიფრეს სწორედ მათი ეს ბინჯური გეგმები რომ გადატრიალების მოწყობა უნდათ და 16 დეკემბერს უნდა დაეწყოთ ესე იგი შეხმატკბილებული მოკლედ შტორმი და ამას ხელისუფლება შესაძლო ვერ გაეძლო ხელისუფლებას მაგრამ ის აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნა გადადგმული პრემიერ-მინისტრის მიერ როცა წინ პრევენციულად გააკეთა განცხადება რომ 28 წლამდე არ ვაკეთებთ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ველოდებით თუ გინდათ გაგვაწევრიანოთ კი ბატონო მაშინ მოაწერთ დოკუმენტს ხელიო გეთახვევთ და ეს რა გამიჭება გააკეთეს დიახ და ეს რაც ახლა თქვენ თქვით ეს განსაცდელი ჩვენ ავირიდეთ სწორედ აი შინაგან საქმეთა სამინისტროს უბადლო მუშაობის შედეგად თორე ჩვენ ყავდა იგივე 92-ში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი ელოდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას და ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქ შამპანურები იხსნებოდა და რა ხდებოდა კიდე კაც მარიცის იგივე 2003-შიც ესე იგი მე არ ვიცი ხლა შეიძლება კარგი პიროვნება ყველაფერი მაგრამ ძალიან ისეთი სისუსტე გამოავლინა მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეაცილეს ვარდებით იქ იმაში რა ქვია პარლამენტში მოიცა ვერ გავიგე თუ კი გომელაურმა შეძლო ის რომ დაეცვა სახელმწიფო დაეცვა პარლამენტი რატო ვერ მოხერხდა ეს 92-ში რატო ვერ მოხერხდა 2003-ში იმიტომ რომ ეს კაცი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე მართლაც აი მე არ ვიცი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრები ყოლია მაგრამ ასეთი ძლიერი ასეთი აი მართლა ეხლა ის რა ქვია კახა თარგამაძე იძახდა მე ორ კინისკაცი ვარო მაგრამ კინისკაცი ყოფილა გომელაური აი მართლა ვიცი ყოფილა კინის კაცი თარგამაძე ძლიერი მინისტრი იყო მე ვერ დაუკარგავ თარგამაძეს იმას რაც მან გააკეთა მაგრამ გომელაური მართლაც არის მოწოდების სიმაღლეზე და მე მინდა მადლობა უთხრა თითეულ დანაყოფს მეც ეხლა ხშირად გქონია კაცო ამ უწყებასთან რაღაცა დაპირისპირება პროფესიული იმიტომ რომ მე ადვოკატი ვარ და ადვოკატი ყოველთვის დაპირისპირებულია პროკურატურასთან პოლიციასთან სამართლებრივად მაგრამ ჩანერგილებიც ბევრია იმ შესაძლოა და რა თქმა უნდა და სწორედ აი ეს ჩანერგილები აფუჭებენ სიტუაციას მე როდესაც შენ პრობლემას გიქმნიან სწორედ მათი მიზანი არის რომ დაუპირისპირდე შენ პირველ პირს აი ეს არის ჩანერგილების მიზანი მაგრამ რაც ეხა იცით რა რაც მართალია კაცო ამ კაცს მადლობა უნდა უთხრათ მე მინდა მადლობა უთხრა რომ აი მართლაც ვერ ის რაც მან შეძლო ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა დაიცვა საქართველო და თქვენ რო თქვით გადაზდილი არის დგებუაძეო იმისთვის რომ რა ქვია იმ აჭარის პოლიციის უფროსი ახლა დგებუაძეს პატარა თანამდებობა კი არ აქვს აჭარის პოლიციის უფროსი არის მე ხო და გომელაურიც მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი უნდა იყოს მაგრამ მეტსაც იმსახურებს ბატონი ვახტანგ გომელაური მე ვფიქრობ რომ მას უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისათვის ნუ ახლა ვიცე-პრემიერი პირველი ვიცე-პრემიერი არის უკვე და ამის მერე დაცა არა ნუ ამის მერე არ ვიცი რა იქნება მაგრამ ეს კაცი მეც იმსახურებს იმიტომ რომ რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა ჩამოგდებული დამიჯერეთ რომ გომელაური კარგ ადგილზე არის და კარგ საქმეს აკეთებს მაგრამ სისტემა გასაწმენდია მე ახლა ხო მოკლედ თვალი სვამს და თვალი ჭამს ნათქვამია მაგრამ ერთი რამე არის აი ხა ჩვენ პრობლემ გასუსულები იყვნენ გატროულები იყვნენ რა და ელოდებოდნენ რაღაცებს მაგრამ ეხლა ვიღაცებს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში რა და ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც რა და ამას ალბათ მიაქცევენ. აი ხა მე ძალიან კარგი სტატია გასაწმენდია უდაოდ. აი მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ასავალ-დასავალის როლს
თქვენ ასავალ-დასავალი ჟურნალისტი ბრძანდებით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეხა ბოლო სტატია იყო Deep State-ის ანალოგი ფარული დასი. ანუ ძალიან კარგი სტატია იყო. კი, ბატონი ლაშან დაწერა ეს. ბატონი ლაშა ნადარეშვილი ეს არის უნიკალური მოვლენა. მე არ ვიცი, აი ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი, რომელმაც დაამასამარა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი, ამიტომაც იყო სააკაშვილი ხშირად რო იმეორებდა ასავალ-დასავალი და იმიტომ რომ ეს ყელში ქონდა გაჩხერილი და აი ეს ფარული დასი, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ეხლა მე არ ვიცი, აი თქვენ ტელევიზიები ახსენეთ, მე მგონი დადგა ის დრო, რომ აი ეს ტელევიზიებს კანონის შესაბამისად აეკრძალოს საქმიანობა, იმიტომ რომ ნინო ჟიჟილაშვილი ეს ბოდიში და ჩუკენა ვახოსანაია პირდაპირ თავისი ეთერიდან მოუწოდებდნენ ხელისუფლების ესე ჩამოგდებისაკენ, გესმით თქვენ და მეტი რაღა არის საფუძველი, ხა ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს იმის გამო რომ ბიჭებო გამაგდითო, კაცო, ყველა ტელევიზია არის საქართველოს საწინააღმდეგო ესენი და დაიხუროს გველების ბუდე უნდა ამოიფსოს იმითი რაღაცა გოგირდით მე მგონი იმიტომ გოგირდით უნდა ამოვაფსოთ და ხო არა იმიტომ რომ აბა სხვანაირად მაგათ ვერ იმასიზამ ვიცი რა ვიცი მაგათ ეხა ხელფასები რო აღარ ექნებათ აი როგორც მართლა აი გველებს რო გოგირდს აუხრჩოლებ ბუდეში ისე გამოსრიალდებიან იქედან და მე ნახე თქვენ ბატონ ნიკოლოს მაგათ ხო სინდის ნამუსი არ გააჩნიათ საერთოდ მე ნახეთ ესენი კლარნეტებს გადმოატრიალებენ და უგუმა დაუწევთ აი თქვენ მაგას ნახავთ ჩვენ მოვესწრებით ძვირფასო მეგობრებო თქვენ ნახავთ აი ამ ჟიჟილაშვილებს ბიჟილაშვილებს სანაიებს ამათ ნახავთ თქვენ ამოტრიალებული კლარნეტებით რომ ესენი სხვანაირად დაიწყებენ ესე იგი სიმღერას ნუ ხა სალამურს ეგეთი კარგად უკრავენ სინდისის ნეობა მორალი არა ვიცით რა არის გემს როცა არ აქვს მიმართულება ვერ გაიგებ და კომპასი აქვს დაკარგული ვერ გაიგებ საით მიდის და სწორად მიდის თუ არა იმიტომ რომ როცა გემს მიმართულება მარშრუტი არ აქვს როცა არ იცი სად უნდა გაჩერდეს მაშინ ვერ გაიგებ ვერ დაადგენ გემი სწორად მიდის სწორ კურსს მიყვება თუ არ მიყვება ამათ აქვს კომპასი დაკარგული აქვს სინდისნამუსი არ აქვს მორალი არ აქვს ზნეობა არ აქვს ეხლა მეც ეგარ თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესენი იყვნენ სააკაშვილის სექს მუშაკები სააკაშვილს მარტო ქალები კი არ ყავდა კაცო სექს მუშაკები იქ კაცებიც ყავდა სექს მუშაკები რა ყველანი ყავს გადაღებული ჩაწერილი ჩაკარტოჩკებული და ის 26000 ფაილი რომელიც არსებობდა და რომელზედაც დგას დღემდე ის ნაც რეჟიმი ის ფაილში კი არ გამქრალა კი გაატარეს იმ გილიოტინაში ერთხელ მაგრამ სინამდვილეში შენახული, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებამ ეს 26000 ფაილი უნდა ამოწიოს და საჯარო ჩვენებები უნდა მოეწყოს მთელ საქართველოში. მთელ საქართველოში საჯარო ჩვენებები კინოთეატრებში უნდა აჩვენონ ხალხს, რას აკეთებდნენ ესენი, როგორ აუპატიურებდნენ კაცებს, როგორ აუპატიურებდნენ ქალებს, როგორ აუპატიურებდნენ ერთმანეთს. ხოდა ეს უნდა იქნას ეხლა მაშინ ეხლა პორნო ინდუსტრია აყვავდება საქართველოში. მაგეთი რომ გამუშვა Warner Brothers და ის რაღაცა ისინი რომ არის რაღაცა არ ვიცი ეგ პორნო სტუდიები რაცა ყველა უნდა დაიხუროს მაშინ. ეგენი რომ გაუშვა ხა ესე იგი საქართველოს შეიძლება პორნო ინდუსტრიის მექად იქცეს იმიტომ რომ ეხლა ეს ხო კარგად ვიცი მართლა რატო სხვაზე არ იძახიან ერეს ტელესექს დივები ბოდიში და ერთ-ერთი ტელეყეფარე ჟურნალისტი რო ვერ დააკმაყოფილა სააკაშვილმა ადგა და ბოდიში და ისეთი იმამდე მიიყვანა მდგომარეობამდე რომ ოპერაცია დაჭირდა და მე რო გაჩუმებულიყო მანქანა აჩუქა ბინა აჩუქა და იმიტომ არიან ესენი ტყვეები არიან სააკაშვილის აი იმიტომ უნდა გამოძიებულიყო მე მეწოდება ხა დაშანტაჟებულია ზოგიერთი იმიტომ რომ ეხლა ის მან რა ქვია ტყილა გახდა ის რა ქვია თეადეიშვილი მაინც ვერ ნახა სააკაშვილი გარეთ ზოგმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ზოგმა კუჭით აი ის ხდა რა ქვია კუჭის ოპერაცია რომ ეხა ქალი გამოდიოდა პირდაპირ ეთერში თეადეიშვილი ხვეშნა კროშ ის რა ვიცი კრუსუნისმოდა რო კითხულობდა იმას რა ქვია იმას რა ქვია წერის პირდაპირ ეთერში ლამის ორგაზმი დაემართა სამარცხვინოები არიან არ ვიცი რა
მოკლედ ეხლა ეს თეადეიშვილები კოლექტიური თეადეიშვილები უნივერსიტეტებშიც არიან. ეხლა სხვათა შორის ჩვენთანაც არიან 1-2 თეადეიშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში და ძალიან ისე არიან გაწკიპინებულები, ელოდებიან მიშასთან შეხვედრას, ხო და რას ლაპარაკობ? ტექნიკურ უნივერსიტეტშიც არიან ეგეთი ხარ? კი, არიან, ყველგან არიან, კაცო, ნუ ახლა არა, თქვენ ძალიან კარგი რექტორი ყავთ, მე პატივსავცემ, მე ბატონს თქვენ რექტორს და მე არ ვიცი ბატონ გურგენი ბატონი დათო გურგენიძე ეროვნული კაცია, მაგრამ აქნას ეხლა თეადეიშვილობა როცა უნდა ქალს ეხლა დათო გურგენიძე იმას მე შოქს ხوار ჩამოაცმევს თავზე არა არა ხალი რო გამოვა ილიაუნის რექტორი და ძახსო საბაკას ძახსო საბარკარერქმევაო და მაკდონალდსო კიდე ისაო აქვია იმას პუსნაიტოჩკაო და რაღაც სისული აი ლექტორი რო ამას იტყვის მე ერთი არის კიდე იქ ილიაუნში აი რა ხალხია ეხა ეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი კიდე გადააკეთონ ჰოსტელად და ეგ იქნება ეხა წამოკოტრიალებულია იქა და წვანან იქ ისინი სტუდენტები რა უბედურება ეს რა ხდება მე ვერ გავიგე რა ისინი სტუდენტები არიან შეიძლება 2-3 თორე თანარჩენები ვიღაცები იქნებიან დარწმუნებული რატო აძლევენ უფლებას მე ეგ წამოკოტრიალების იქა მე ვერ ხვდები ნუ მე მგონია რომ 20 თებერვლამდე მაინც ახლა აცლიან და მე დამთავრდება მაგათი ბაირამობა რა მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ახლა ეს ყოვლა წარმოუდგენელი ახლა მარაზმის ატანა და მოთმენა ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი ახლა არ შეიძლება ახლა ვიღაცა 300 კაცი კეტავდეს ქუჩას ეს არ შეიძლება ეს არის გამორიცხული ამბავი უნივერსიტეტი კიდე არ არის მაგათი LGBT რაღაცა საცვლების გამოსაფენი ადგილი რა უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი და მართალია ძალიან მძიმე დარტყმებს გაუძლო და მძიმე რო ვიტყვიან დარტყმები მიიტანეს მასზე ნაძირალა სააკაშვილმა და მერე მისმა ხელისბიჭებმა მაგრამ უნივერსიტეტი არის მაინც უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი არის გასაწმენდი ხო და გაიწმინდება რა და არა მარტო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არამედ საერთოდ განათლების სისტემაა გასაწმენდი და უნდა დამთავრდეს ამ განათლების სამინისტროში პროკურორების დანიშვნა მინისტრებად ახლა სირცხველია ბოლოს და ბოლოს რა ადეიშვილის ჭევლების და მოსამართლეების და პროკურორების ადგილი არ არის განათლების სისტემაში და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება ახლა რაც არის საქებარი და რაც არის მოკლედ წარმოსაჩენი ვამბობთ იგივე ხო გომელაუზე ვამბობთ პაპუაშვილზე ვამბობთ პრემიერ-მინისტრზე მაგრამ განათლების სამინისტრო არის მისახედი განათლების სამინისტროში რო საქმე კარგად არ არის ჩანს ზუსტად ამამდე შეხედეთ რას მღერიან ეს ბავშვები ქუჩებში შეხედეთ რას გვანან ბატონო ნიკოლოზ ესენი ხო ჩვენი მომავალი თაობა და ეს არის საქართველოს მომავალი კაცო შეხედეთ რას მღერიან რა სიტყვები ამოდის ამ გარეწარ გოგოებს პირიდან რა რა სიტყვები ამოსდით ამათ პირიდან ამათ დედები ყავთ საერთოდ მამები ყავთ მაგრამ ეთქობა არიან პირდაპირ სექს მუშაკები გამოყვანილი სექს მუშაკები ყავთ აქციაზე და დააზეპირებინეს რაღაცა ბინძური ტექსტები და ამღერებენ იმას ეხლა ეს ვაშაძე რო გამოდის სხვათა შორის შეშინებული იყო დღეს ფიქრობს რომ ეხლა სამხარაძემ არც მეც არ გამივლოს ხელშიო და რაღაცა ისე რა ქვია კეთილი ყვავივით ლაპარაკობდა რა ახამხამებდა თვალებს ხო და კი მაგრამ მაინტერესებს შვილები არა ყავს ავაშაძეს მოწონს ეს ბავშვები რას ყვირია და რას იძახია ან ნიკამელიას მოწონს ბატონი ანზორ მელიაშვილს მოწონს ეს მერთმა გაუზარდოს ის ბავშვი ყავს კაცო პატარა ბიჭი ყავს ალექსანდრე მოწონს უნდა ამნაირი მენტალობის ძალი უნდა შეუვიდეს ოჯახში, როცა იქნება ამის დრო ახლა ჯერ პატარა ყავს კაცო და რაღაცა. გასაგებია. ესენი ვინ არიან? ეს არის სოციალური ნაგავია ეგა. ეგენი ოჯახებში არ არიან შესაშვები. და რა აქციები, რაზია ლაპარაკი? საერთოდ განათლების დონე 0. განათლების დონე 0. ისი სტუდენტები, ბატონო ნიკოლოზ, რა სტუდენტები? სწავლა არ არსებობს, საქართველოში სწავლა არის მკვდარი. განათლების პროცესი არის განადგურებული, დამიწებული, დასამარებული. მოკლეს ამათ ქართული განათლება. მოკლეს. ბოლონიის პროცესმა საქართველოში განათლების სისტემა მოკლა. ბოლონიიდან დაიწყება უნივერსიტეტების ისტორია მე-11 საუკუნეში ბოლონიაში მოღვაწეობდა ცნობილი იურისტი, მსოფლიოში აღიარებული ირნერი და აი ბოლონიაში იყო პირველი უნივერსიტეტი და მერე უკვე დანარჩენ ქვეყნებში და ბოლონიის პროცესმა მოკლა
საუნივერსიტეტო სწავლება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ მე არ ვიცი ახლა რუსეთს თავისი გზა საქართველოს თავისი გზა რუსეთი გამოვიდა უпроსტოდ გარიცხეს ის 2022 წელს ბოლონის პროცესიდან, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ გავგრიცხავენ. და ჩვენც გამოვართ ამ პროცესიდან. არ არის ესე იგი 4+2 სისტემა, სწავლების სისტემამ დაანგრია საქართველოს. არავით არის სწავლება არ მიდის, მე მკითხეთ ეგ რა სწავლება. არსად არ მიდის. ეს არის ტყუილი ყველაფერი. ბლეფია. განათლება არის მკვდარი. გეთახმები. საქართველოს პროფესიონალებს ვერ ზრდის. გეთახმები. ჩვენ ვზრდით დიპლომიანი გარეწრების და უთმინოების თაობას. ეს არის სიმართლე. ახლა თითო ოროლა მანათობელი ბრილიანტი ყველგან ანათებს. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. გასაგები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, საინტერესო იყო თქვენი საუბარი ჩვენთან და ყოველთვის დაგითმობთ ეთერს, ხშირად კითხულობდნენ ბატონი დიტო სად არისო და მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ვერ ახერხებს, იმიტომ რომ დააკვირთული გრაფიკი აქვს და რა ვიცი, შემდგომშიაც ყოველთვის სიამოვნებით დაგითმობთ ჩვენ. წარმატებები, მრავალს რა ეს არის, იცოცხლეთ და იხარეთ.